ბრენდინგს რო დაუბრუნდეთ, შენ ერთ-ერთ ამბობ, რომ branded სიტყვა მომდინარეობს ამოშანთვაზე მაგალითი არა, ეგ მახსოვს ეგეთი ესე იგი ჯერ არ მაქვს. აი ეგ გავიხსენოთ ახლა, იმიტომ რომ ანუ ძალიან კავშირშია იმასთან, რაც მანამდე თქვი. ანუ თავიდან იმიტომ აკეთებდნენ ამოშანთვას, მოკლედ ამ ხარების, რომ თქმეოდა გამოერჩია. ხო, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავდა, ყველა ხარი, თუ ესე ჩლიქოსანი და საუკუნეებიდან ხო თუ რომელიც საუკუნეები იყო არ ვიცი ზუსტად ეგ ისტორია არ შემისწავლია ეგრე მაგრამ ფილმებში რაც მინახავს ხო ეგ არის რა რომ წვავდნენ რაც ინიციალები იყო ძირითადად რომ აი ამ სამოჯახს ეკუთვნის ხო და მესა რა ქვია და ვიღაც არ არეოდა თავისი ასე შემდეგ ამბობენ რომ როგორც იქ მოყევი ხო ეგ არის რომ ამბობენ რომ ეგ სიტყვა ბრენდ მაქედან მოდის თუმცა მეორე ისტორიაც არის მეორე ისიც რა ქვია ლეგენდაც ბრენდთან დაკავშირებით საიდან მოდის ეგ სიტყვა რაც არის რომ ლონდონი რო გადაწვეს ვიკინგებმაო ყვიროდნენ ბრანდრ თუ რაღაცა და დაწვას ნიშნავს და ასევე დაახლოებით მაგრამ არ ვიცი ის უფრო მომწონს რა მე ხარის ისტორია უფრო საინტერესო ხო და ცოტა უფრო ხო და ამოშანთვას ნიშნავდა და მე ნუ დღესაც იგივე სიტყვა და მან თქვი რა რომ მართლა ახალი გაცნობიერებული მქონდა ეგ რომ საბოლოო ჯამში დღესაც ჩვენი პროფესია ეგ არის თუ შეიძლება რომ ითქვას ეგრე უხეშად ამოშანთვა ადამიანების გონებაზე ამოშანთვა ჩვენი ვინაობისა რა ამოშანთვა რა ჩაბეჭდვა მუდმივად იქ გაჩერება რაღაცა ჩარაზვა ჩაბეტონება ბევრნაირი სიტყვა შეიძლება არსებობდეს ამიტომ ხო ოღონდ კიდე ერთხელ რა ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ წეღარას ვცვამოდით არის ეგ რომ ამოშანთვა ხდება რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩემიანებზე ანუ ვინ არის ჩემი ტომის წევრები და ვინ არიან ადამიანები ვინც მინდა რომ ჩემ წრედ გახდეს აი წეღაროს სექტაზე ვლაპარაკობდი დაახლოებით ეგ ჩემი წრე ვინ არის ჩემი ბრენდის წრე გარშემო რა ადამიანებს ვიკრებ მაგრამ მეორე მხრივ იმისთვის რომ ეს ადამიანები გრძნობდნენ თავს მართლა მათ სოციუმში იგივენაირად უნდა იღალიქმებოდნენ ესე იგი მათ სოციუმადაც რაღაცნაირად ხმა უნდა მივიტანო რას ნიშნავს ჩემი ბრენდი რა და ამიტომ მარკეტინგსა და ბრენდინგ შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ეგეც არის სხვათა შორის რა მე თუ მკითხავთ თუ მარკეტინგი გაყიდვებია რა პირველ რიგში ხო გაყიდვებია ეხლა უხეშად განათქვამი გამოდის მაგრამ ნუ გაყიდვების მისახმარებელი ხელსაწყო არის რა და ანუ იმისთვის რომ რაღაცა გავყიდო სასურველ ადამიანებს უნდა მიუტანო რაღაც ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანებს ბრენდინგის შემთხვევაში ეს აუდიტორია შეიძლება ცოტა უფრო ფართე იყოს იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი მაინტერესებს ვინც არის ის ეგ როგორ კეთდება და ანუ არც წაუკითხავს, არც უსწავლიან, არ ყოლია შესაბამისი თანამშრომელი ან დაქირავებული პიროვნება, ხო? იმათთვის ჩამოყალიბება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანები, ბიზნეს აუნერები არასწორ დავალებებს იძლევიან, არასწორი მოლოდინები აქვთ და როდესაც გარკვეული სიცხადით იციან, ასე თუ ისე, რა გზას უნდა დაადგნენ, ფრილანსერებსაც უადვილდებათ ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს უადვილდება ეგეთ ბიზნესთან ურთიერთობა და მუშაობა. ალბათ ეგ იქნება ბაი ეფექტი რა არის გვერდითი ეფექტი ჩამოყალიბდით ის წაკითხვის. ხო, იცი რა წარმომედგინე უცებ აი რო იციან ხოლმე დიზაინერების სევდა როა ტკივილი რომ ანუ ლოგო გამიდიდე და ანუ დიზაინერი რო გიხსნის რომ რატო შეიძლება არ გაადიდოს აქ ლოგო პოსტერზე რა აი დაახლოებით ეგეთი რეცეპტი წარმომედგინა ამ წიგნში რაც შენ გეწერებოდა ბიზნესებისთვის რომ ეს რატო შეიძლება და რატო არ შეიძლება იცი რა არის ოღონდ მართვასთან დაკავშირებით არა მაგრამ სინამდვილეში ხა მაგალითად რომ ხსნის საყალიბდითში ერთი დიდი თავი ეთმობა სახელდებას ბრენდის სახელს ეხა ბიზნესმენს თუ რაღაც დამწყებ მეწარმეს მოუწოდო რომ სახელი დაარქვის სწორად და უბრალოდ უთხრა რომ აი სახელის მე მაქრას ჩაგეტილი წრის გარღვევის პასუხისმგებლობა აქვს იმას ვისაც მეტი ცოდნა და ძალა აქვს და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ უფრო მეტი ვიცით დამკვეთებზე მეტი ვიცით ბიუჯეტირებაზე ამაზე რა ქვია მარკეტინგზე ბრენდინგზე არ აქვს ამას უშუალო რაში თუ გვაქვს მაგის პრეტენზია მაშინ უნდა კეთილი ვინებოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობაც რომ ამის შესახებ ვესაუბროთ ბევრი დამკვეთებს ანუ ჩვენ შევეცადოთ ამ წრის გარღვევას იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენ ხარ რაღაცა უდაბნოსაში ნამღაღადებელი რა შენ იცი რაღაცეები მაგას ქვია ცოდნის პარადოქსი დამოვიწყდა რა სახელი ამომიფრინდა მაგრამ რას ნიშნავს ეგ რომ ეგ არის პარადოქსი რომელიც დროსაც მე არ მახსოვს რას ნიშნავს როცა რაღაცა არ ვიცოდი აი ბავშვისთვის მათემატიკა აგიხსნია ოდესმე
ყველაზე რთული საქმეა ამ სამყაროში საერთოდ რა. ანუ ვინმე არა მე და ჩემი შვილი რამეზე თუ ვჭუბობთ მარტო მაგ დროს. სხვა ესე ჭუბი არ მქონია. ვერ ხვდები ადამიანი რას ნიშნავს რო არის 2+2, როგორ ვერ ხვდება ეხა 2+2 რამდენია რა. ხო და ეგ გვემართება სინამდვილეში ეგ არის ეგ ცოდნის თუ არ ცოდნის პარადოქსი არ მახსოვს ეს სახელი, მაგრამ ჭხირები გამოიყენება არა, მაგდონეს უკვე ეხა ეს არის დიდი არის მაგისთვის ჭხირებით რო აუხსო, მაგრამ ბიზნესებს ეგრე უნდა დაულაგოთ ჭხირები რა. არა, თუ საჭიროა კი, მაგრამ მე მაინც გჯერა მაგისი რომ კიდე ერთხელ პასუხისგებლობა არის ვისაც დიდი ძალა და ცოდნა აქვს, შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ რატო არ ესმის, ან რატო არ იგებს რაღაც დამკვეთი რაღაცას. ეგ თუ არის არ ცოდნა რაღაცის ჩვენი მოვალეობა შევეცადოთ ამ ცოდნის მიტანა, თუ არის ეგ და ძალიან ხშირად სხვა მიზეზები ხოლმე, ჩვენი მოვალეობა რომ ეგ გავითვალისწინოთ. მე არ მიყვარს მოცემულობებთან ისე დატაკება, რომ არა ეს. ანუ თუ ხედავთ რომ რაღაც პირობითად ბიუჯეტი არ არის, ჩვენი მოვალეობა რომ იმ ბიუჯეტში ჩავეტიოთ რაც არის. ყოველთვის ახლა მარტივია რომ ბევრი ბიუჯეტი მოიტანა, ეგრე არ არის სამწუხაროდ მუშაობა რა. ეგეთი სტრატეგიები, ეგეთი პროდუქტები ფრილანსერების მიერ გაკეთებულები, როგორც წესი რჩება თაროებზე. მე ვამბობ ხოლმე რომ ეს არ არის ჰარმონიული მის დამკვეთთან და მაგიტო. ძალიან ხშირად კი არა უმეტეს შემთხვევაში ყველაზე კარგი სტრატეგია არის სტრატეგია რომელიც ყველაზე ჰარმონიულია დამკვეთთან. მე ეგრე მგონია. იმიტომ რომ კარგი რა არის და ცუდი რა არის ჩვენთვის ვიც ამ სფეროში ვიხარშებით და ამ სფეროს ვცოცხლობთ და საზრდოობთ ინფორმაციის ხრივ და ასე შემდეგ. ეგ ძალიან მარტივი გასარჩევი ხდება მე ჩვენთვისა და იდეალური სცენარების მოფიქრებაც ძალიან მარტივი ხდება. მაგრამ ყველაზე კარგი სცენარი არის ის რომელიც შეეფერება იმ წუთას იმ დამკვეთს. ოღონდ მანდ ეგეც არის რომ როცა ამ სტრატეგიას ვაკეთებ და როცა ამ სტრატეგიას ვაკეთებ ძალიან ხშირად მაგას ვაყიდურებ. რა ეს ხა ძალიან იდეალისტურია ეს სურათი. მანდ ეგეც არის რომ იდეალისტური თუ არ დავხატე რაღაცა, უბრალოდ მე უნდა ვითვალისწინებდე როგორც ამის შემქმნელი რომ შენ იდეალისტურს ვერ მიაღწევ ბოლომდე. რთულია ძალიან ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ ეს არის რაღაც სტრატეგია ყოველთვის არის ხედვა, როგორი მინდა რომ ეს სამყარო იყოს. და სამყარო ნაკლოვანი არავის არ უნდა რომ იყოს, რომ სამყარო ნაკლოვანი იქნება, მაგრამ სამყარო იდეალური გვინდა, ეგ განვითარებს საერთოდ საზოგადოებასაც და ყველაფერსაც. ხო და ამიტომ სტრატეგია ეგ არის, უნდა იყოს იდეალისტური რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იდეალისტობაც უნდა იყოს ჰარმონიაში ადამიანებთან რა. ჩემთვის იდეალური სამყარო სხვანაირია, სხვისთვის სხვანაირია.